მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ Porsche 918 Spiders, ოღონდ ჩვენ აწყობილს. ოღონდ ჩვენ აწყობილს, მოგესალმებით. მაგარი გამოვიდა რა. და რატომ მაინც ჩვენ აწყობილს, იმიტომ რომ სხვა ჩვენ არ გაგვაჩნია ჯერჯერობით. და ფერიც რაღაც ისეთი გამოვიდა. ხო, და მაგრამ ამოვირჩიეთ კონკრეტულად ეს მოდელი, იმიტომ რომ Porsche-ბისგან განსხვავებული არის პირველი ჰიბრიდია Porsche-ში. და არა მარტო Porsche-ში. ოღონდ ის არა თქო, პრიუსი არ არის. ხო, პრიუსი არ არის ნამდვილად. პირველი ჰიბრიდი არის სუპერკარებში და ჰიპერკარებშიც. ჰაიპერკარებში. ანუ ხო, მაქსიმუმ რო ეს რო დაანონსეს და ჰიბრიდი რო თქოს ყველამ რო თქვა რომ კომენტარები იწერებოდა სტატიებზე რომ აუ რა ჰიბრიდი და ის რა. იმის გამო ყველას რო მაგრად გვიყვარს. კი. იმ მანქანისგან. ხო. მოკლედ ეხლა მანქანის შიგნეულობა რომ მოვყვე შიგნით არის? ხო, მაგას ჯობია რომ ჩვენს აწყობის პროცესს უყუროთ ჩვენ ვიდეოების. ხო, მაგას ნახავთ რა. იქ სხვათა შორის დეტალურად არის ნაჩვენები, სად უყენია ელექტროძრავი, ხო, ბენზინის ძრავი როგორ აიწყო, თან ამას ერთი ცალი ბენზინის ძრავი უყენია და ორი ელექტროძრავი. ორი ელექტროძრავი. ხო, იმ ორი ელექტროძრავიდან ერთი ბენზინის ძრავი, ერთი ელექტროძრავი პირდაპირ ბენზინის ძრავსა და გადაცემათა კოლოფს შორის არის გაკვეხებული. ხო. და მეორე ელექტროძრავი წინ არის. ხო, მეორე კი. სხვათა შორის აწყობის პროცესში ეგ ჩანს კიდევაც. ჩანს არ მახსოვს. კი, ჩანს, რომ ვაწყობ იქ, რომ ღებავ და რაღაც იქ ყველაფერი დეტალურად ჩანს. ხო, და ეგეთი, ანუ მე რამდენი Porsche-ა უკვე არხზე ვეღარ ხო. ამას, მაგრამ 918-ის არ ყიდვა და არ გაკეთება და არ გადაღება არ შეიძლება. ისე სხვათა შორის თუ დააკვირდები ყველაზე ძალიან რა ჭარბობს ჩვენ ვიდეოებში. Porsche-ები. Porsche-ები და BMW-ები. ხო. ნუ ჩვენი საერთო გემოვნება Porsche-ებში ემთხვევა, მაგრამ მე დაჩაგრული ვარ იმაში, რომ ჩემი საყვარელი ბრენდი სურამდე ერთი ცალი მქონდა. ერთი? ხო, ერთი. არა, ორი. რომელი? J-Class და Galving-ი. აჰო, ორი. ორი. ხო, ეხლა გაჩვენდი, თორე იმ მომენტს ჩაგისვა ვიცი. ვიდეოს. ხო. მოკლედ. ყველაზე მთავარი რა არის ამ მოდელში? რატომ არის ყველაფრისგან განსხვავებული? იმიტომ რომ ჯერ ერთი ჰიბრიდი აქვს. მეორეც ერთი ჰაიპერკარია როგორც შეიძლება. ხო. და მესამეც ერთი და ყველაზე მთავარი Porsche-ია ბოლო-ბოლო. ხო. ნუ არ ვიცი მაყურებლებს როგორ და რანაირად ხო რო არ დამოვიწყდეს 65% ხო მაყურებლების გვიყურებს გამოწერის გარეშე კი ბატონო რა არ ვიმსახურებთ მაგის დეტალად ხო ეს სახურავი სპეციალურად არ დავაწებე რომ როდსტერი არის ეს მანქანა და ნამდვილ მანქანასაც ესე ეხსნება კი აი რა მაინტერესებს იცი ეგ რომ მაგას რომ მოხსნე ნამდვილ მანქანას. კაი, ეხა მაგიდაზე დადებ სიტყვას. ხო. მაგრამ სად მიდის? იქ სახურავ. სავარაუდოდ როგორც რომ კაპოტი დიდი აქვს და სახურავი ერთი მეტრო სავარაუდოდ შიგნით იდება ამაში. შიგნით უნდა ჩაიდეს ხო? ხო. ხო. Porsche-ები ბევრი იყო არხზე, ძალიან. კი. კიდე იქნება. მაგრამ თითქმის ყველა კი არა, ყველა Porsche-ს თავისი განსხვავებული ისტორია აქვს. ხო, რაღაცა ის აქვს, რა თავისი რო თქვეს, რა სიტყვა თქვეს. სხვათა შორის ამ მანქანის შექმნას ხო. Porsche-ს დიზაინერები ქვია თუ ქარხანა ქვია თუ რაც ქვია რა. ზუსტად 1000 დღე მოუნდნენ. ხო, ეგ საინტერესოა. წარმოიდგინე არაფრისგან შექმნეს 1000 დღეში აი ეს შედევრი. ხო. თანახე ახლა როგორი ის არის? საინტერესო ფაქტი რა არის? ძრავი. ხო.
ახლიდან შექმნეს. სულ სხვა ძრავია. ხო, მით უმეტეს რომ ვერვა არის, სუპერველად ვერვა ძრავი ხო იცი რომელში გამოიყენა Porsche-მ? არ მახსოვს. 928-ში. 28-ში. რომელსაც წინა აქვს ძრავი. ხო. და ფორმით კიდე აი 924-ს და 954-ს რაღაცით წააგავს. მაგრამ ისიც კი განსხვავებულია. ხო, მაგრამ მე მგონი 928 ის არ არის ფარები რო რაღაცნაირი. ხო, ფარები რო არ ბოლომდე დამალული რო არა. ხო, რაღაცნაირი. ხო. სხვანაირია რა, აი უკნიდან რო ვაფშე თანამედროვე Porsche-ს რო წააგავს. სხვათა შორის ეს მანქანა. ხო. მე მყავდა თუ ისიც თამაში Forza Horizon 4. ხო. მათ და თან ლეგენდარი მანქანა იყო, ანუ ვინც იცით და თამაშობდით. ხო. ყვითელი ქარდზე იყო ეს მანქანა. და ღირდა მგონი 6 მილიონი თუ რაღაც რა. და შემთხვევით ამომიგდო Super Wheel Speech. აჰა. ხო, გავაგრძელებ ხო ძრავზე საუბარს. 8 ცილინდრიანი ძრავი, 4 და 6 კუბური სანტიმეტრით არის. და ყველაზე მთავარი რა არის? იცი წარმოედგინე ახლა 8 ცილინდრიანი ძრავი თან Porsche-ს. ნუ არა აქვს მნიშვნელობა Porsche-სიათ რისიც არ უნდა იყოს. ხო. და იწონის სულ რაღაც 140 კილოგრამს. აუ, 140. როცა რო 911-ის 6 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც რო უკან ერთი ბეწო ეგრეთ წოდებული კაპოტი, მაგრამ ჩვენ საბარგულს საფუხი. ხო. რო იქ 100 კილოთი მძიმე არის ამ ძრავზე. რომელიც 911-ის ძველის თუ ახლის? არა აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ რაც უფრო ძველისა, მით უფრო მძიმე იყო. ხო, აი Bad Boys Porsche-ს, ცუდი ბიჭების Porsche-ს ძრავიც უკან არის. ხო, Porsche 911-ისა ყველასი უკან არის ძრავი. და წარმოიდგინე რომ 100 კილო ცოტა არ არის. ვიცი. წარმოიდგინე ჩემი წონა რომ გამოვაკლო რა. და ყველაზე კიდე თან ისე იმუშავეს დიზაინერებმა რომ კედლის სისქე ხო. ამ იმისი რა ქვია ძრავის ბლოკისა 3 მმ-ია. მართლა? ალუმინის ბლოკი. ხო, ალუმინის ბლოკი აქვს, კი ბატონო. აუ, 1 მინუსი შეიძლება 3 მმ წარმოიდგინე, აი ამ სიგანი არის რა. ის შეიძლება რა მინუსი. აბა, დისკები. დისკებზეც გეტყვის არ მომწონს. სპეციალურად არის ესეთი დისკები და კი გეტყვის. არ ხდება. და ყველაზე საინტერესო რა არის, იცი? თვითონის კაფსულა. ხო. ეს ცალკე რაც გააკეთეს რა სალონის ისა. ხო, აბსოლუტურად გაყოფილება რა. ხო. იგივე წონისა არა ძრავი 140 კილოა ისიც. ხო. და საერთოდ ჯამში არის 1675 კილო მანქანა. წერან დისკებზე რო პრეტენზია გამოთქვა. ხო, არ მომწონს. სპეციალურად გაათხელეს და მყარი რო ყოფილიყო, იმიტომაც გაუკეთეს ამდენი ისა. ქიმები თუ რა ხო, ქიმები. მრავალ ქიმიანი არის რა და თან აი რაღაცნაირად გადმობეჭდილი არის ერთმანეთზე რა. 3 და პრინტერს დისკს გავს, ხო. სპეციალურად გააკეთეს იმის გამო რომ შეემსუბუქებინათ და წარმოიდგინე დისკებშიც კი 16 კილო მოიგეს. ხო, მაგრამ უფლება ხო გაქვს რომ შეცვალო. რო რამე იყოს. კი გაქვს, просто ესეთ მსუბუქ დისკს, რავი, მაშინ კარბონისგან უნდა დაამზადო. არა, მე იცი რას მივაწე კი ხა. აი Ferrari-ში ხო არის ეგრე რომ უფლება არა გაქვს რომ ხელი მოკიდო მანქანას. კარგი რა. Porsche-ზე ვსაუბრობთ, რა დროს Ferrari-ა. ხო, არა. სხვათა შორის LaFerrari-ის ვიდეო დაიდე და შეგიძლიათ ნახოთ. ხო. მე კიდე რა გვაინტერესებდა, ჰა? ხო. და ყველაფერი შემსუბუქება რატო ხდებოდა, იცი? სავარაუდო ელემენტების გამო. ხო, ელემენტებისაც და სავარაუდო ხო, ეს ელემენტები, ეს ელექტროძრავები და სხვათა შორის ბენზინის ძრავის ვერ ვარაც არის. 6-7 ცხენი აქვს.
და დამატებით 280 თუ 280 ცხენი აქვს ორ ელექტროძრავს და ჯამში გამოდის 887 ცხენი ძალა. და ისა იმას ამბობდი კიდე რომ ეს პირველი მანქანაა. მაგ დროისთვის წარმოიდგინე 2013-დან 2015 წლამდე გამოდიოდა ეს გამოდიოდა სულ რაღაც 2 წელი გამოდიოდა ეს მანქანა. ხო, მით უმეტეს რომ პირველი აი პროტოტიპი რო გააკეთეს მანქანის, ხო? ჟენევის ავტოსალონში წარადგინეს 2010-ში. ხო, პროტოტიპი იყო, ის ფუტლი არ იყო, მაკეტი იყო. არ დადიოდა არაფერი, პროსტა მაკეტი იყო. ძრავი არ იყო. ვაფშე არაფერი არ იყო, პროსტა გაი მაკეტი რა, გარედან რასაც ხედავ, ვიზუალს აი პუნქტი იყო რა. რო ესეთი იყო. ხო. მერე 2011 წელს ხო. უკვე აწყეს მოძრავი პროტოტიპი. თავისი ძრავით და სულ ყველაფრით. და გაიყვანეს ნიურბურგრინგზე. პროტოტიპი გაიყვანეს? ხო, პროტოტიპი გაიყვანეს, კი ბატონო. აი, შეიძლება. და პირველ კრუგზე 7 წუთი და რაღაცა წამები დააგროვა და მეორე წრეზე 6.47 წამი. და ეგრევე მოხსნა რეკორდი. ხო, ბარას იწევდა. ყველაზე მთავარი რა არის, იცი? რა? წვა, იცი რამდენი აქვს წვა? თან მართლა მაგდენი აქვს, არ ვიტყუები. 3.1 ლიტრი. ანუ ჩემ პრიუსზე ორჯერ ნაკლებს აწვავს. სირცხვილია. სირცხვი მწვენია. და წარმოიდგინე 3 ლიტრს წვა. ხო, რო იცოდეთ ეს მანქანა პრიუსის ზონა. ხო, კი, ჩემ პრიუსის მაგწონისა არის. და ჩემი სამსახურის მანქანაზე ცოტასაც, მithume თუ ჩემი სამსახურის მანქანა 4 litrას აწვავს. ხო. და მაგაზე ნაკლებს აწვავს ეს. ხო და სირცხვილია თქო მაგას ვამბობ, სამხარებლოზე ცოტას ვამბობ. ხო, თან ეს პრიუსებში და ჰიბრიდულ მანქანებში პლაგინს რო ვეძახით რა, მარტო ელექტროძრავით რო მოძრაობს რა, ეგ ფუნქცია აქვს ამას, 4 რეჟიმი აქვს რა. აქვს ელექტროფუნქცია, რომელიც რო შეგიძლია 150-ით კი იარო. ოღონდ 150-ით რომ მიდიხარ, სულ გადიხარ 16 კილომეტრს. ეგ ჰიბრიდის სისტემით. არა, მარტო ელექტროძრავებით. 16 კილომეტრს გადიხარ. თუ ჩვეულებრივად არის და არ იგაზავე, ანუ 150-ით რო არ იარო, ხო? ხო, ისე გადის 30 კილომეტრს. ამითი როგორ არ უნდა იგაზავო? არა, გითხარ, მარტო ელექტროძრავით. შეგიძლია მერე გადართო ჰიბრიდზე. ონ ჩვეულებრივ ჰიბრიდზე. რომელიც რომ მაგ დროსაც წავს 3.1 litrს. გაიგე? მერე არის სპორტი. ხო. და მერე არის სუპერ სპორტი. ხო, სუპერ სპორტი ეს ბოლო ის რა. და არა, მეხუთე ფუნქციაც აქვს, წითელი კნოპკა აქვს. რა. აი, მაგ წითელ კნოპკასაც რო დააწვევი, ხო? ყველა ცხენი ერთად ამუშაობს, მაგრამ მაინც 3.1-ს აწვავს. როგორ გააკეთეს ეგ და? ნუ არ ვიცი, ხა მაგ 1000 დღე მაგიტომ იმუშავეს მაგაზე, რომ ეგეთი რაღაცა გაეკეთებინათ. ეხლა ნახე აჩქარება. ხო, თან ორი ვერსია გააკეთეს. არის სტანდარტული ჩვეულები, ანუ სტოკს რო ვეძახით. და არის შემსუბუქებული. სტანდარტული ხო თქვი 1675 კილოგრამი არის. შემსუბუქებული ვერსია არის 1635 კილოგრამი. ანუ 40 კილოგრამშია სხვაობა. 40 კილო დაგი. მაგრამ ეხლა ნახე აჩქარებებში რამხელა სხვაობებია. 0-დან 100-მდე. სტოკი ანუ 2 და 6 წამი. შემსუბუქებული ვერსია 2 და 4 წამი. მერე 0-დან 200-მდე. სტოკი 7 და 3-ში. შემსუბუქებული 7 და 2-ში. და 0-დან 300-მდე. 20 და 9-ში ჩვეულებრივი და 19 და 9-ში არაჩვეულებრივი. ხო. მაქსიმალური სიჩქარე 345 კმ/სთ. 400-მდე მაინც ვერ აკაჩეს. ხო, ნუ ერთი რაღაცა დაგავი. არა სტარტი აქვს სასწაული. ერთი რაღაცა დაგავი. პორშეს შვილმა როგორ შეუკვეთავო. ხო არის დანომრილი რა, ხო. ეხლა რაც შეეხება რაოდენობას. სულ გამოვიდა
მანქანის მოდელი ხო არის 918 წალი. 918 წალი. და სუპირველი შეკვეთა მისცა ფერდინანდ პორშეს შვილიშვილმა. ინდექსით არის 001. ანუ სუპირველი მოდელი. ხო, და ზუსტად ესეთი ფერის. ვა. დაგეგმილი არ იყო უბრალოდ. დაგეგმილი არ იყო სხვათა შორის, მე გავიგე რომ თურმე ესეთი ფერისა შეუკვეთია მაგის შვილიშვილს რა. მოკლედ აი ესეთი საინტერესო მანქანა გვაქვს, ხო, და თან ეგრევე აიკიდა სტატუსი ჰაიპერკარი. ხო, აბა რა ისაბლა. მით უმეტეს რომ 400-იან ბარიერს არ ცდება. ხო და აი გამიგვირდა რომ 400-იან ბარიერს რატო არ ცდება. მე მეგონა რომ შეიძლება. ხო, მაგრამ ნუ ჰაიპერკარის სტატუსი აქვს ამ ავტომობილს. და ისა რა ქვია, ფასს რაც შეეხება ღირს 628,000 ევრო. მეტი არა? ცოტაა? ამისთვის კი. ექსკლუზივი. არა, თავის დროზე ღირდა მაგდენი. ეხა 1,500,000 ეხა ძვირი ეგირება. ეხა 1,500,000 ღირს. ის არის რა, ანუ Ferrari და Lamborghini და ეგეთი თემა. ხო, ნუ კონკურენტი მანქანები, აგერ წინა ვიდეოშიც LaFerrari-ში. ამისი? ხო. ეხლა შევცვალეთ, პროსტა აღარ მოვიტანე ის მანქანა და აღარ დავდგი აქ რა, რომ პირველი კონკურენტი LaFerrari და McLaren P1. ხო. McLaren-ი მაგარი მანქანა, სხვათა შორის. კი. და სხვათა შორის ეგ არ გვაქვს. არა, ჯერ არა. გვინდა რომ გქონდეს და აი მედია მალე გვექნება. McLaren-ის მე კიდე ერთი საინტერესო მოდელი მაქვს იმაში. რომელი F1? არა. მაგას არ ვიტყვი. სურპრიზია რა. არა, სურპრიზი კი არის. ისე Porsche-ში მომწონს უკანა ნაწილი. ძალიან. ამისი. მაგრამ არა, ზოგადად ყველა Porsche-ს. ხო. ძალიან მაგრა აკეთებენ. რაღაცნაირად გავს ფორმით ეს მანქანა Carrera GT-ს. გავს. კი ბატონო. და ისა რა ქვია. ალბათ ყველაზე კაი სათამაშო მილიონერებისთვის. კი. ხო, და სამართავად რაც Porsche-ს ჩვევია, ადვილი სამართავია. და ყველაზე მთავარი რა არის, იცი? ყველა მოდელი ეს 918 წალი ხო გამოუშვეს. ყველა მოდელი არის ხელით აწყობილი. ხო, ეგ ვიცი. არანაირი რობოტი, არანაირი. არა, ეგეთი ექსკლუზიური მანქანებს ეგრეა. დაჟე სალონი სპეციალურად აირჩიეს სალათის ფერი, ხო. რომელიც რო სალონში არის გამოყენებული. მაგარი ფერია. ხო, და სუპორტებში არის კი გამოყენებული. ბატონო. გამოყენებული ეგ სალათის ფერი რა. და წარწერაც აქვს. ნუ ეგ არის სიმბოლო იმისი, რომ ჰიბრიდი არის და ეკონომიურია მანქანა. მაგიტო გააკეთე? ხო. მე ვაფშე თავიდან მეგონა რომ Porsche-ს ფერი ხომწვანე იყო და Macron-ში გაუკეთეს ეგეთი შტრიხებით ხო. და გინესის რეკორდში იცი რითი შევიდა რა სტატუსით? ყველაზე ეკოლოგიური ჰაიპერკარი. ხო, იმიტომ რომ ეკოლოგიურად და ჰაიპერკარი. ჰიბრიდია და მაგიტო. კი. ისე კოლექციონერებს ნეტა ყავთ ეს. ავტო კოლექციონერებს. ნამდვილი? ხო, ნამდვილი. ეხოლებათ, აბა ხო ვიღაცამ ხო იყიდა ის 918 წალია რა. იყიდა ხო, მაგრამ იასნია ჩემნაირი და შენნაირი ვერ იყიდი და ჩვენ ფიზიკურად ხო, არა, მე ვიძახი მილიონერი კოლექციონერი. არა, ვიღაცები ხო არიან რომ პროსტად გავს მანქანა. ხო. აი გვინენა კოლექციონერები რა. კი. მაგრამ ამითი რო არიან რომ ცოტა ისეთი. ხო, ნუ ყველაფერს თავი დავანებოთ და ვაფშე მაგარი ლამაზი მანქანა მე თუ მკითხავ. ხო, ნუ სხვათა შორის ამას რო ყიდულობდით გამიკვირდა აქ რომ ნახე. აქ ვიყიდეთ. და მაგიტომაც სხვათა შორის პანამერასთან ერთად იყო კომპლექტში ეს ხო, ვინც არიცით ეგრე. ეგ ვიდეოც აქვს. გადაღებული პანამერა ცალკე და განყუთვა რო გვაქვს გაკეთე ორივე ერთად. ყველას დიდი ყუთი. ხო, ყველაზე დიდი ყუთი რაც კი რეველს ქონია რა. ამ ავტომობილს. რეველიც კიდე იყო რა. ნო. იყო რა არის კი. კონკრეტულად აი ამ მანქანის გამოვიხიტეთ ეგა. რომ ცალკე ვერავ ნახეთ.
ხო არა პანამერაც არა ცუდი არ არის იმიტომ ჩვენ არ გამოგვივიდა პლუს მაგასთან ერთად ცუდი ფერის არჩევანიც რო გავაკეთეთ ესეც მაგარი გამოვიდა ის პანამერა შეიძლება მაყურებლის მაყურებლებს შეკითხა დაუსვით რა პრად შევღებთ ხო და მაყურებლის თხოვნით იყო ორი ვარიანტი შევთავაზეთ მეორე არა შავა თუ ჭაობისფრად არა ჭაობისფერი უხდება მოვჭით ხო რავი დავამთავრე ხო და სულ მოვიწყდება ხოლმე მაგრამ უნდა ვთქვა რა 10000 გამომწერზე თავარ მანქანას გაჩვენებთ კი აუცილებლად გაჩვენებთ არხი გამოიწერეთ ვიდეო დალაიქეთ გააზიარეთ ყველაფერი ქენით ხო ნუ ხო და ის სხვათა შორის გამოწერა უფასოა ჯერჯერობით ხო ჯერჯერობით რა ეხლა YouTube-მა თუ ფასი არ დაადო უფასო იქნება ხო რავი ეზარებათ რა მარტო ჩვენთან არა ზოგადად ეგრეა კი კარგით აბა დაგემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდით შემდეგ ვიდეომდე What?